გამარჯობათ, დღეს საქართველო დაუპირისპირდება თურქეთის ნაკრებს. ეს მეორე ტურია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა. პირველ ეტაპზე კი არა, პირველ მატჩში კოსოვოსთან 3-0 ავიღეთ. შევძლებთ მე 6 ქულის აღებას, კიდე ერთი 3 ქულის აღებას თურქეთის ნაკრებთან. ამას გავარკვევთ. გაგნიძე მიიწევს, კარგია ჩააწოდებს საჯარიმოში, დარტყმა არის ლომინაძე, ნოდარ ლომინაძე, მისი თავური გოლები მომრავლდა. უკვე დავწინაურდით. დავუგებთ თურქეთის ნაკრებს. თურქები გადმოვლენ ახლა შეტევაზე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავიცვათ კარგად თავი და რა გაყოლება. კარგია მიქაუტაძე და ვეღარ დაარტყა მიქაუტაძე. მაგრამ პრესინგს შევეცდებით და თუ გამოიღებს ეს პრესინგის შედეგს, სულ ცოტა ხანში გავარკვევთ. ტაბიძემ ვეღარ ვისა დაკარგა ბურთი, თურქები შეტევაზე დარტყმა და კენან ილდიზი ათანაბრებს ანგარიშს. სამწუხაროდ. მაგრამ კიდევ გვაქვს დრო, რომ ისევ დავიბრუნოთ ლიდერობა და ისევ გავიჭრათ წინ. კვარაცხელიამ გაათამაშა აზაროვმა დაკარგა ბურთი და ისევ ილდიზი მოიწევს შეტევაზე, მაგრამ მოვიშორეთ ბურთი და რა ხდება? კარგია გაგნიძე მიიწევს, გაგნიძე რაებს აკეთებს, ჩაწოდება ხვიჩა, დარტყმა და გოლ! ხვიჩა კვარაცხელია, კარის ბადეცხელია. ეს ხვიჩა საუკეთესო ლეფტ ვინგერი დედამიწაზე, ვინისიუს ჯუნიორის შემდეგ. და თურქები აკონტროლებენ აქ თამაშს და მოდიან ბურთი. დაბა აქ თუ გადაურჩებით და თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. და ტაბიძემ გაათამაშა, დავითაშვილი ვეღარ გაიმაგრა ბურთი და ილდიზი მიიწევს და ბერუაშვილმა გადაგვარჩინა. და ასეთი ამორწყმები მისგან მიჩვეულივართ და შედეგები ხშირად გამოაქვს ხოლმე. და აქ თურქებმა წაგვართვეს ბურთი, მაგრამ დავიბრუნეთ გაგნიძე, კვარაცხელია. დვალი ვეღარ წაართვა ბურთი და ისევ თურქები შეტევაზე. და სახიფათოა ეს და ლომინაძეს გამოაქვს ბურთი. მიქაუტაძეს მიაქვს ბურთი. აბა ვნახოთ რა სიზამს. კარგია. ჩააწოდა საჯარიმოში, დარტყმა აცდა ბურთი. სამწუხაროდ. მაგრამ არა უშავს, კიდევ წინ გვაქვს თამაში. თან 2-1 ვიგებთ და ხვიჩა კარგია, კვარა კარგია და რა სიზავს, დარტყამს და რა დარტყმა, რა შესრულება და რა გოლი, ეს იყო შედევრი. ეს არ იყო არც გრაფიკა, არც ფერწერა, არც პორტრეტი, არც პეიზაჟი, არც ნატურმორტი. ეს იყო გოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე. არანაირი დახატული ჟანრი, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია. ბურთი, მოედანი და კაცი. ამ სამი ნივთისგან კი არა, ამ სამი სხეულისგან დაიხატა ასეთი სილამაზე და დამთავრდა პირველი ტაიმი ჩვენ სასარგებლოდ 3-1. და მეორე ტაიმში კიდევ უფრო შევეცდებით უპირატესობის გაზრდას.
და გიზი მამაგეიშვილი შემოვა და ზარომა წაართვა კარგია ხვიჩა მიდის დუბლისკენ მიიწევდა მაგრამ ვერ გააკეთა დუბლი და თურქები ოპ ეს სახიფათოა გაუყოლა ილდის და გამოვიტანეთ და ეს გამოტანა რამეს თუ მოიტანს ვერაფერსაც ვერ მოიტანს აზაროვი გადააგდო ბურთი და შედეგი არ გამოიღო და აქ დაუჯარი იმ დიდ სამწუხაროდ მაგრამ არ აუშავს და შეტევა მაგრამ ვიგერიებთ აზაროვი გაუყოლა მამაგეიშვილს კარგია პასი დავითაშვილი დატრიალდა და გამოიტანეს ბურთი სამწუხაროდ ტაბიძე მიეყვა ფეხთაფეხ ილდის ჩაუსრიალდა და ბერუაშვილმა კარგი სეივი გააკეთა ბერუაშვილმა ძირითადში ძალიან დაიმკვიდრა თავი სტილით მის თამაში უფრო კარგია მაგრამ მამარდაშვილი მაინც უფრო ტოპ-დორია ასეთ მატჩებში კი ბერუაშვილის თამაში სჯობს და აი ბერუაშვილის კიდევ ერთი სეივი ამოარტყა და კარგი შანსი მიქაუტაძე მიდის მიქაუტაძე კარგია დაარტყა მარასად დაარტყა და თურქების შეცვლა არის და მიქაუტაძეს მოაკბურთი აზაროვი მამაგეიშვილი ჩაწოდა ლომინაძე დაარტყა მარა ლომინაძემ ვერ დაარტყა ხეირიანად სამწუხაროდ და აქ შემოვიდა აქ შეცვლები არის თურქების დავითაშვილი კარგია კვარაცხელია მიდის ხვიჩა კვარაცხელია კარგია მიქაუტაძე მაგრამ ვეღარ ქნა ვახარაფერი ოდიშარია ჩატოვა ბურთი თამაში ჩაწოდება დაარტყმა ერთად ქნა და კინაღამ გოლი გაიტანა ის რო გოლი ყოფილიყო ოდიშარია რა სილამაზეს იზავდა უბრალოდ და ამოარტყა მეკარემ მიდიან დავითაშვილი ოდიშარიამ წაართვა ბურთი და კიდევ თურქებს აქვს ბურთი კენან ილდიზი მოდის უნდა გავაჩეროთ რამენაირად და გავაჩერეთ კიდეც გულერზე პასი ვეღარ გამოვიდა კარგია და დამთავრდა თამაში და 6 ქულით ვართ საქართველო და დიდი შანსი გვაქვს რომ გამივიმარტივეთ შანსი რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ აბარა პირველზე საქართველო ვართ მეორეზე